2025 წლის 9 თებერვალს დედაქალაქის 150,000 აბონენტს გაზის მომარაგება შეუწყდა. მიზეზი ამ ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი მილის დაზიანება იყო და აქაც როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში და ამის წარსული გამოცდილებაც გვაქვს, არსებობს ეჭვი, რომ სტრატეგიული ობიექტის დაზიანება მესამე პირის მხრიდან მოხდა. დაზიანებიდან მალევე თბილისი ენერჯიმ პრობლემის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და პოსტშივე ახსნა, რომ გაზსადენი მილის დაზიანებაში მესამე პირის ბრალეულობა იკვეთებოდა. ზამთარში 150,000 აბონენტის ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენაზე თბილისის მერმა კომენტარი ბუნებრივი აირის შეწყვეტიდან 2 დღეში გააკეთა და მესამე პირის ბრალეულობა მედიასთან საუბრისას გამორიცხა. აღნიშნული მაღალი წნევის გაზომარაგების მილი დაზიანებული იყო თვითონ უშუალოდ გადაბმაში და ამ ეტაპზე იმაზე საუბარი, რომ ვინმე მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. ამ განცხადებას დროში ემთხვევა თბილისი ენერჯის მხრიდან გავრცელებული პოსტის ცვლილება. კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებული 9 თებერვლის განცხადება დარედაქტირდა და 12 თებერვლის განახლებით თბილისი ენერჯი წერს, რომ გაზსადენი მილის დაზიანების კონკრეტული მიზეზები მათთვის უცნობია. დაზიანებული მილი მალევე შეგეთდა. 150,000 აბონენტისთვის კი უსაფრთხოდ გაზის მიწოდებას 3 დღეზე მეტი დასჭირდა. ბუნებრივი აირის მიწოდების მოლოდინში დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს პრობლემა ინფორმირებულობასთან დაკავშირებითაც ჰქონდა. 30,000-მდე ზარი შემოდიოდა, რაც ტექნიკურად ჩემი თვალსაზრისით, თუმცა ამაზე შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები თქმა პრაქტიკულად სისტემისთვის შეუძლებელია მსგავსი ზარების პასუხი. SMS შეტყობინებით დაგზავნილი ინფორმაცია რეალობას არ დაემთხვა. ცხელხაზე დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, სოციალურ ქსელებში მიმოწერა და განცხადებებზე კომენტარები კი გაუქმებული იყო, რის გამოც კომუნიკაცია ენერგოომბუდსმენმა არაეფექტიანად შეაფასა. ესეთი კოლაფსი არ უნდა გამოეწვია თავისთავად ამ ასრო მომხმარებლებს არასწორი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ქონოდათ კომპანიასთან, სადაც ავარიო ჯგუფები გამოიძახეს იქ, სადაც არ იყო გამოსაძახებელი და მსგავსი ტიპის ახსნა-განმარტებები უნდა დაედო ალბათ კომპანიას. დაზიანების აღმოფხვრის პროცესში თბილისი ენერჯის საკომუნიკაციო სტრატეგია ინფორმაციულ შიმშილს შეადარა სემეკის კომისიის წევრმა. 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე თბილისი ენერჯი მომხდარის მიზეზებზე საუბრისას პოზიცია კიდევ ერთხელ შეცვალა და პროცესებში მესამე პირის შესაძლო ბრალეულობაზე საუბარი განახლდა. არსებობს ფაქტებიც, რომ ზემო ტექნიკა მოძრაობს მაგ ტერიტორიაზე, მათ შორის უშუალოდ მილსადენის თავზე, რაც ბუნებრივია გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მილსადენის ფუნქციონირებაზე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით უნდა იყოს გაზსადენებთან ტექნიკური რეგლამენტი, გაზსადენებთან მიმართებაში არსებული მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები აბსოლუტურად დაცული იმისათვის, რომ კომპანიამ ყისიერად შეძლოს რეაგირება. დაზიანებული გაზსადენი მილის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიური განაშენიანების პროცესია, რა დროსაც თბილისი ენერჯის შეფასებით დადგენილი წესები ირღვევა. კომპანიის მხრიდან მარეგულირებელთან წარდგენილი ანგარიშით საკითხზე მისი პრობლემურობის გათვალისწინებით მიმართვა მერიასთან ბოლო წლებშიც არაერთხელ იყო. მანიშნებლები არის დადგმული, რომ ამ ტერიტორიაზე გადის სწორედ ის გაზსადენი მილი, რომელიც დაზიანდა და აქვე ხედავთ ჩვენ ძიმე ტექნიკის კვალს, რომელიც ასევე ფაქტების სახით წარმოადგინა თბილისი ენერჯიმ სემეკში გამართულ მოსმენაზე. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაჟღერდა, რომ გაზსადენი მილის დაზიანების კონკრეტულ მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა სემეკის თავმჯდომარე გვიხსნის, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიმდებარე ტერიტორიებზე ურბანული განაშენიანება თავისუფლად არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამ არეალში არ უნდა ხდებოდეს თავისუფლად დაშვება, ისევე როგორც ურბანული განვითარება და მნიშვნელოვანია ის, რომ ასევე სათანადოდ იყოს მონიშნული ეს ადგილები, სადაც გადის აღნიშნული მილსადენები, პერიოდულად უნდა ტარდებოდეს მისი მონიტორინგი. ურბანისტების შეფასებით სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში სტრატეგიული საკომუნიკაციო ქსელების გათვალისწინება ყველა შემთხვევაში ხდება. შესაბამისად, ყველა დეველოპერი ტერიტორიაზე წყლის, გაზის თუ დენის საკომუნიკაციო ქსელის გაყვანილობაზე ინფორმირებულია. სტრატეგიული და აუცილებელი პროცედურების მიუხედავად, დადგენილი წესი არაეფექტიანი მონიტორინგის გამო ხშირად ირღვევა, რაც საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზეზი ხდება ხოლმე. მშენებლობის ნებართვის მიღების სტადიაზე
სამშენებლო კომპანია გამოითხოვ შესაბამისი კომუნიკაციების კომპანიებისგან მოთხოვნებს და უფლებებს, რა ბუფერული ზონები უნდა დაიცვას, ანუ რამდენად ახლოს არ უნდა მივიდეს მილებთან, გაზმომარაგების კომპანია იქნება თუ სხვა კომპანია, ამ პროცესს არ აკონტროლებს, ანუ მონიტორინგი სამშენებლო პროცესებისა არ ხდება. თუ კონკრეტულ მშენებლობას აქვს, რა თქმა უნდა, კანონიერად მიღებული ეს სამშენებლო ნებართვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დააზიანოს სხვა მომიჯნავე მოსახლეობა და სამწუხაროდ ხშირად ასე ხდება, რომ იღებენ სამშენებლო ნებართვებს და გარშემო მოსახლეობა დიდად არ აინტერესებთ ხოლმე. ამიტომ ამას რა თქმა უნდა, ამის აღსრულებელი არის პირველ რიგში თბილისის მერია. მესამე პირის მხრიდან საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ ვრცელდება, თუ პრობლემა მასშტაბურია. ასე მოხდა ზაფხულშიც, როცა დაზიანებული ცენტრალური წყალსადენი მილი წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო ნარჩენების გამო დროულად ვერ შეკეთდა და 10 დღე მაშინ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი წყლის გარეშე დარჩა. 2024 წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ პასუხისმგებელი პირი ჯერ ისევ არ გამოვლენილა. 2025 წლის ზამთარში მოსახლეობის უგაზოდ დარჩენის მიზეზებზე სემეკის ინფორმაციით ძიება დაწყებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო კვირაზე მეტია საგამოძიებო პროცესების დაწყებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. გასადენის დაზიანებაზე სემეკი მოკვლევას აგრძელებს. შემდეგი სხდომა კომისიაში სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ჩაინიშნება.